გამოცემა Business Insider-ისა და Forbes-ის ცნობით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები ფაქტობრივად ძალიან დიდ ზარალში არიან მას შემდეგ, რაც დაიწყო დონალდ ტრამპმა ტარიფების დაწესება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მიმართ. დაახლოებით 170 მილიარდი დოლარი დაკარგეს ბოლო დღეებში მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა და ერთ-ერთი პირველი, ვინც განსაკუთრებით იზარალა, იყო დონალდ ტრამპის მხარდამჭერი თავად ილონ მასკი, რომელმაც დაახლოებით 9 მილიარდი დოლარი დაკარგა. აღსანიშნავია ის, რომ ილონ მასკი არაერთხელ გამოვიდა ასეთი მკაცრი ტარიფების წინააღმდეგ, მაგალითად მან ილაპარაკა იმის თაობაზე, რომ არ სურს ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებობდეს ტარიფები. გამოცემა Washington Post-ის ცნობით, ილონ მასკი შეეცადა ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას დონალდ ტრამპთან, რომ შეემსუბუქებინა ტარიფების პოლიტიკა, თუმცა არ დათანხმდა დონალდ ტრამპი ამას. საჯაროდ ილონ მასკს დონალდ ტრამპი ამ საკითხთან დაკავშირებით არ გაუკრიტიკებია, თუმცა შეურაცხყოფელი სიტყვებით მოიხსენია დონალდ ტრამპის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში პიტერ ნავარო, რომელმაც განაცხადა, რომ მას ესმის მასკის, რადგან ილონ მასკი არის მანქანის შემგროვებელი, რომელსაც სჭირდება იაფიანი უცხოური ნაწილები. ასეთი კომენტარი გააკეთა პიტერ ნავარომ, რის შემდეგაც პლატფორმა X-ზე ილონ მასკმა დონალდ ტრამპის მრჩეველს ეკონომიკის საკითხებში იდიოტი უწოდა. მაღაზიათა ქსელის Home Depot-ს დამფუძნებელი და რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ცნობილი სპონსორი კენ ლანგოუნი ასევე აკრიტიკებს ტარიფების პოლიტიკას. ის ამბობს, რომ ვერ ხვდება ამ ფორმულას თუ როგორ უნდა იმუშაოს და მისი აზრით დონალდ ტრამპის მრჩეველები მას არასწორ კონსულტაციებს აძლევენ, რადგან ამით ძალიან დიდ ზარალში ვარდება ამერიკის შეერთებული შტატები. ასევე საინვესტიციო კომპანია Duke & Family-ის დამფუძნებელი სტენლი დრაკენმილერი პლატფორმა X-ზე წერს, რომ მხოლოდ 10%-იან ტარიფებს უჭერს მხარს. საინვესტიციო კომპანია ფიშერის დამფუძნებელი კენ ფიშერი პლატფორმა X-ზე ავრცელებს რამდენიმე პოსტს, სადაც აღნიშნავს, რომ ტრამპის პოლიტიკა ტარიფების მიმართ არის სულელური, არასწორი, ექსტრემალური და სულელურად ჭრის არარსებულ პრობლემებს. ასევე Pershing Square Capital Management-ის ფონდის დამფუძნებელი ბილ ეკმანი, რომელიც უკვე დიდი ხანია არის დონალდ ტრამპის მხარდამჭერი და მის საპრეზიდენტო კამპანიის დროს იყო ერთ-ერთი დონორი, ისიც არ უჭერს ამ ასეთ პოლიტიკას მხარს. ის მოუწოდებდა, რომ 90 დღით მორატორიუმი გამოეცხადებინა დონალდ ტრამპს ტარიფების პოლიტიკაზე, რადგან განსაკუთრებით აზიის მიმართ ასეთი ძლიერი ტარიფები მოლაპარაკებების შანსს არ იძლევა. ასევე რესპუბლიკური პარტიის კიდევ ერთი სპონსორი ბიზნესმენი კენეთ გრიფინიც გამოდის ტარიფების წინააღმდეგ, რომლის თქმითაც ეს არის უდიდესი პოლიტიკური შეცდომა და ასევე გავრცელდა JP Morgan-ის მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ჰოლდინგის ბანკის დირექტორის ჯეიმი დაიმონის წერილი აქციონერებთან, სადაც აღნიშნავს, რომ ტარიფები გამოიწვევს ინფლაციას და ეკონომიკის ზრდის შეჩერებას. ასევე ის ამ წერილში აღნიშნავს, ამერიკა უპირველეს ყოვლისა კარგია, მანამ სანამ ეს იქამდე არ მიგვიყვანს, რომ ამერიკა მარტო დარჩება.